ეს ისეთი არეულია მართლა. რა არის მისი ფილოსოფია? რა არის მისი მიზანი? რა არის მისი რწმენები? არ ვიცი, არავინ იცის, არავინ ლაპარაკობს ამაზე. და როცა ეს ამოიწურება, რადგან ასე მუშაობენ ისინი, იპოვიან ვიღაც სხვას, რომ განტევების ვაცად აქციონ. For each one person that is being killed by the taxi industry, we give 5 white people. For every one black person who give 5 white people. იცოდი, რომ აფრიკელები ახლა ფრანგები არიან? დიახ, აფრიკის კონტინენტი ახლა წარმატებით გადავიდა საფრანგეთში. და როგორ ვიცი ეს? ეს იმიტომ ვიცი, რომ ასეთი სათაური ვნახე. ფრანგ კაცს დაადანაშაულეს 2 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში, რომელიც სურეიში გადაცვლილი იპოვეს. გარდა იმისა, რომ ეს კაცი ფრანგი არ იყო. ის აფრიკელი მიგრანტია, მაგრამ მედიას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ ძალიან მარტივი და ნათელი ფაქტებით შეგვიყვანოს შეცდომაში. და ჩვენ ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება pushback-ში, მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. ეს ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი, გულისამრევი და შემაშფოთებელი ამბავია, რაც ბოლო დროს ინტერნეტში მოხდა. და მაინც მედიას არ აქვს ელემენტარული ღირსება, რომ პატივისცემით მოგვექცეს და ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოს იმის შესახებ, რაც მოხდა. ასე რომ ინგლისის პატარა ქალაქ ჩეილსიში, სადაც 15,000 ადამიანი ცხოვრობს, აფრიკაში დაბადებული ფრანგი მოქალაქე დააკავეს და ბრალი წაუყენეს 2 წლის ბავშვის გაუპატიურებასა და მკვლელობაში. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დღეა, კარგი? და ხალხი პანიკაშია, რადგან მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდანაა. მისი სახელია ქევინ კურჟინი და მას უკვე წაუყენეს ბრალი, კარგი? მას ბრალი წაუყენეს და მედიას გონია, რომ ამ ამბავს ფრანგის ამბად მოგვყიდის. ის ფაქტი, რომ ამ ამბის მედიის გაშუქებაზე ვრიზიანდები. და არა იმ გულისამრევ და შემაძრწუნებელ ფაქტზე, რომ 2 წლის ბავშვი, პატარა ჩვილი, ფიზიკურად არა მხოლოდ, არამედ რეალურად სასტიკად მოექცნენ. ეს აღემატება გაგებას. და მაინც ამ შეშლილი ამბით მედია ფიქრობს, რომ შეუძლია გადაატრიალოს, დაამახინჯოს და შეცვალოს, იგი იმისთვის, რომ რა გაავრცელოს? რაღაც აბსურდული ძველთაძველი ნარატივი, თითქოს ინგლისელებსა და ფრანგებს შორის მტრობაა და თითქოს ეს ფრანგების წინააღმდეგაა. ეს არაფერია ფრანგების წინააღმდეგ. ეს მიმართულია ინგლისის მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც დაუშვა, რომ აფრიკელი ადამიანი შესულიყო მათ ქვეყანაში, რომელმაც თან მოიტანა საზოგადოება და ცივილიზაცია, რომელსაც აქვს გარკვეული რწმენის სისტემა, რომელიც წარმოუდგენლად პრობლემურია. ეხლა, უნდა გაიხსენოთ 2 რამ, რაც ამ ისტორიაში ხდება. როგორ ხდება ასეთი ისტორია? პირველ რიგში ყავთ ადამიანები მთავრობაში, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მიუთითონ პრობლემაზე, მაგრამ არასოდეს ამბობენ, რა არის რეალური პრობლემა. მათ მოიფიქრეს რაღაც აბსურდული. მაგალითად ეს ვიდეო. რა არის რეფორმა? ასე რომ ნამდვილი არეულობა. რა არის მისი ფილოსოფია? რა არის მისი მიზანი? რა არის მისი რწმენები? არ ვიცი, არავინ იცის, არავინ ლაპარაკობს ამაზე. გულისხმობ, მისი რწმენები იმაში მდგომარეობს, რომ იმიგრანტები გაძევოს დიდი ბრიტანეთიდან. უკანონოები. არ მესმის ლექციები რეფორმის რწმენებსა და ფილოსოფიაზე. კარგი, ნება მომეცით ამ საკითხზე გადავიდე, ის მას არაფერი კარგი არ აქვს შესათავაზებელი, რატომ იღებს ამდენ ხმას? ეს მთლიანად უარყოფითი ხმებია, იმის გამო, რომ სხვა პარტიებმა ვერ გაამართლეს, რაც გარკვეულწილად სიმართლეა. მათ ძალიან რთული პირობები ჰქონდათ, როგორც ლეიბორისტულ, ისე ტორების მთავრობებს და ბევრი რამ არასწორად გააკეთეს. და ზოგ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად შეცდნენ. მაგრამ მათ ეს იციან და ვფიქრობ იციან, როგორ დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორება, მაგრამ რა დადებითი მხარე აქვს რეფორმას? რა არის მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი? ისინი მუსლიმებისა და მიგრანტების წინააღმდეგი არიან. ეს არის მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. როცა ეს ამოიწურება, რადგან ასე მუშაობენ ისინი, სხვას იპოვიან, რომ ის განტევების ვაცი გახდეს. ასე რომ თქვენ ძირითადად ყავთ ეს ადამიანი, სერ ჯონ მეიჯორი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქმე არ არის იმაში, რომ რეფორმას აზრი აქვს. საუბარი არ არის იმაზე, რომ შესაძლოა ისლამისტები და მიგრანტები დიდ ბრიტანეთში პრობლემაა, არამედ ეს უბრალოდ მათი პოლიტიკური სტრატეგიაა, რომ გაიმარჯვონ. და ეს არის პრობლემის ნაწილი. რადგან როგორც ქარლ ბენჯამინი წერს, 2 წლიანი ბავშვი უბრალოდ გააუპატიურა და მოკლა ერთმა მიგრანტმა, სერ ჯონ. და მაინც ისინი იქ სხედან და ფიქრობენ, თითქოს ეს პოლიტიკური აქტივისტები მხოლოდ ცდილობენ ხალხის მსხვერპლად წარმოჩენას, რათა ქულები მოიპოვონ.
ეს მეგობრებო არის დიდი ნაწილი პრობლემისა, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ჯერ კიდევ ამტკიცებენ, თითქოს ეს რეალური პრობლემა არ არის, არამედ უბრალოდ პოლიტიკური კამპანიის ნაწილია. თუმცა პრობლემის მეორე ნაწილი არსებობს, რომელიც შესაძლოა რეალური იყოს. და ეს არის საზოგადოება და კულტურა, რომელსაც ეს ადამიანები ისეთ ქვეყნებში შემოაქვთ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კულტურები, რომლებიც ასეთ რამეებს ამბობენ. ყოველი ერთი ადამიანისათვის, რომელიც იმ მეთოდებით იღუპება, რასაც მე ვხედავ, შეგვიძლია თეთრი ადამიანებიც ვიპოვოთ. ყოველი ერთი შავკანიანისათვის, ვინც მოკრულია, შეგვიძლია თეთრი ადამიანებიც ვიპოვოთ. ჩვენგან თითოეულისთვის. შეგვიძლია თეთრი ადამიანებიც ვიპოვოთ. ბავშვებს მოვკლავთ, ქალებს მოვკლავთ. ყველაფერს მოვკლავთ, რაც გზაზე შეხვდება. მოდი ერთად ჩვენგანს მოვკლავთ, ნუ თუ ის ჩვენი მტერია. ის ჩვენი მტერია. მოდი ერთად ჩვენგანს მოვკლავთ, ნუ თუ ის ჩვენი მტერია. მოდი ერთად ჩვენგანს მოვკლავთ, ნუ თუ ის ჩვენი მტრის ძოლია. ჩვენ კლავთ ბავშვებს, ჩვენ კლავთ ქალებს, ჩვენ კლავთ მათ ძაღლებს, ჩვენ კლავთ მათ კატებს, ჩვენ კლავთ ყველაფერს რაც მოდის. ეს მეგობრებო არ არის უბრალოდ შემთხვევეთი აქტივისტი აფრიკაში. ეს არის სამხრეთ აფრიკის პარლამენტის წევრი, სახელად ანდლვი. არ ვიცი როგორ გამოითქმის ეს სახელი. ის ამბობს, თითოეულ შავკანიანზე ჩვენ 5-ს მოვკლავთ. ჩვენ ვიპოვით მათ შვილებს, ჩვენ ვიპოვით მათ ქალებს, ჩვენ ვიპოვით ყველაფერს ჩვენს გზაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის კულტურა. ეს არის კულტურა, რომელიც ხალხმა შემოიტანა. ეხლა სამხრეთ აფრიკა, როგორც ბევრმა ჩვენგანმა იცის, ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზებული და პატივსაცემი ადგილია აფრიკულ დინამიკასა და ადამიანებს რაც შეეხება. და მაინც ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აფრიკელზე ვამბობ ამას, რადგან ბევრი აფრიკელი მართლაც შესანიშნავია. თუ შემოიტან კულტურას, რომელიც ასეთ საუბარს ნორმალურად მიიჩნევს, და ამ კულტურას შემოიტან ქვეყანაში, რომელიც ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ამბობენ, არაფერია ისეთი, რის წინააღმდეგაც მართლა უნდა ვიბრძოლოთ. და შემდეგ მედიაც, რომელიც იმის ნაცვლად, რომ თქვას, ეს მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდანაა, ამტკიცებს, რომ ეს კაცი ფრანგია. და ისინი არ დააკავშირებენ ფაქტებს, არ აღიარებენ სიმართლეს და რეალურად არ იტყვიან რა ხდება. მართლა გაკვირვებული ხარ? რადგან გეტყვი, ამ ეტაპზე მე აღარ ვარ გაკვირვებული. და იცი ვინ არიან ამ საზიზღარი, მიუტევებელი ქცევის მსხვერპლები? 2 წლის ბავშვები. ესენი არიან ისინი, ვინც ბოლოს იხდის თას იმის გამო, რომ ჩვენ ვაძლევთ უფლებას ზდასრულებს. ზდასრულებს ასე უპასუხისგებლად მოიქცნენ და არ თქვან რა ხდება სინამდვილეში. ეს არის ის, რაც საბოლოოდ ჩვენ საზოგადოებას ემართება. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.